აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ფერებზე რადგან ვსაუბრობ, TikTok-ზე განსაკუთრებით სოციალურ ქსელში გახდა პოპულარული ესეთი მოსაზრება, რომ გარკვეული გავლენა ზოდიაქოს ნიშნებს აქვს ფერთან და ადამიანთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ტყუპები და არსებობს ფერები, რომელიც უნდა გვეცვლეს. არის თუ არა ეს ესე და რა ფერი რომელი ზოდიაქოს ნიშანს უხდება ამ თემასთან დაკავშირებით, ხალბატონი ნინა სუსლოვა არის ჩვენი სტუმარი, გთხოვთ მოგზაურობთ, მოგესალმებით. ფერადია ხოლმე. მოგესალმებით. და დღესაც რომელმაც განსაკუთრებული ფერები შემოიტანა. მოგესალმებით. კაშკაშა ფერები შეერჩია დღევანდელი გადაცემისთვის. შევხამე, ვეცადე რომ შემეხამებინან დღევანდელი თემისთვის. თემასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელებში, როგორც შესავალში ვთქვი, ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება გარკვეული ფერები გვხვდებოდეს, ან არ გვხვდებოდეს. ან წარმატების მომენტანი იყოს, ან არა. ცალკე საკითხი. ხო, საკმაოდ საინტერესო თემაა და მოდი პატარა შესავალს გავაკეთებ. თითოეულ ფერს აქვს თავისი ენერგია. იწვევს რაღაც კონკრეტულ ემოციას, თუნდაც მაგალითად გვამშვიდებს, ან პირიქითად რაღაც იმპულსს მუხტს გვაძლევს. შეიძლება გვსიაუნებდეს ან არ გვსიაუნებდეს. თუმცა გარდა ამისა, იგივე თვისებების მქონე არის თითოეული ზოდიაქო. აი მაგალითად, აი მარტივი მაგალითი, წითელი რასთან ასოცირდება ჩვენთვის? ენერგიასთან, იმპულსთან. ვერძი ანალოგიურად ენერგია, იმპულსი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, თითოეული ფერი ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ეს ფერი გვიყვარდეს და არ არის აუცილებელი, რომ პირობითად მაინც და მაინც სულ ეს ფერი უნდა გვეცვას, ან აუცილებლად ეს ფერი უნდა გვეცვას. თუნდაც ნებისმიერი პატარა აქსესუარი, ნებისმიერი დეტალი ტანის სამოში ააქტიურებს იმ თვისებებს, რომლებიც უკვე გვაქვს და შეგვიძლია რომ უფრო მკაფიოდ, კარგად გამოვხატოთ. შესაბამისად, ვერძისთვის კიდე მეტი ცეცხლის შენთება საჭირო არის. მგონია, მგონი ნავთილი. ცოტა წყალი მიიღო. ძალიან საინტერესოა, საჭიროა თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცი ვერძობის ხასიათი და სწორედ ამიტომ კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ამჟღავნებს და ავლენს იმ თვისებებს, რომელიც აქვს, ანუ ხაზს უსვამს, რომ გამოხატოს სწორად. ამ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანი შტრიხები, რომელიც მას გააჩნია. და აქვე ერთგვარი წარმატების მომტანი არის თითოეული ამ შემთხვევაში ზოდიაქოს ნიშნისთვის ის ფერი, რომელიც მის ხასიათში ჩდება. და ჩამოთვალე. კი, ეხლა უნდა ჩამოთვალოთ და ყველაფერს ჩამოთვალოთ. თუმცა ძალიან ხშირია, რომ ის ფერები პირიქით შეიძლება არ უყვარდეთ ან არ მოსწონდეთ, სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეთ. ესეც რაღაც შინაგანი. თუმცა ისევ და ისევ რჩევების შემდეგ ვეცდებით, რომ ერთგვარ თუნდაც აქსესუარი, თუნდაც პატარა აქსესუარი ტანის სამოში. დავიწყოთ ვერძით. ვერძისთვის კი, რა თქმა უნდა, ეს არის წითელი და ნარინჯისფერი, რომელიც უფრო მკაფიოდ და ნათლად გამოხატავს მათ ენერგიას, მათ თვისებებს, იმ იმპულსს, რომელიც გააჩნია და ამ შემთხვევაში საპირისპირო ფერი არის, რომელიც არ არის სასურველი ნაცრისფერი, რომელიც პირიქით აი ამ ცეცხლოვან ენერგიას, ამ ენერგიას კლავს და მოდი ასე ვთქვათ, ანეიტრალებს კი და ძირითადად შემთხვევაში თუ ჭირდებათ მით უმეტეს რაღაც საქმისთვის, რაღაც აი მნიშვნელოვანი საქმე, მნიშვნელოვანი რაღაც შეხვედრა, პირიქით უმჯობესი რაღაც პატარა აქსესუარი ქონდეთ, იმიტომ რომ უფრო წარმატებულად ჩაიმეს, ვიდრე ამ შემთხვევაში მოკლან მათი ენერგია და ნაცრისფერით გაანეიტრალონ ის მათი მუხტი, რომელიც რეალურად ძალიან უხდებათ და ძალიან კარგად გამოხატავენ. კურო ძირითადად შემთხვევაში ეს არის სიჯინჯე, კომფორტი, მწვანე და კრემისფერი, რომელიც ასოცირდება კომფორტთან, ნაყოფიერებასთან, სტაბილურობასთან, რაც შეეხება მათთვის არასასურველ ფერს, ეს არის წითელი, რაც სრულიად ოპოზიცია არის მათი ხასიათის და შესაბამისად შეიძლება რაღაც მომენტში ხელი შემშლელი იყოს. თუმცა რასაკვირველია, ისევ და ისევ არ ვიტყვი, რომ ეს ფერები საერთოდ არ უნდა ჩაიცვან, ანუ ის რაც ნეგატიურია, უბრალოდ მნიშვნელოვან მომენტებში, გადამწყვეტ სიტუაციებში თავი შეიკავონ აი ამ რაღაც კონკრეტული ფერებისგან, რომ მათი ენერგია უფრო კარგად გამოჩნდეს. ტყუპებს რაც შეეხება, ტყუპებისთვის ეს არის ყვითელი და ღია ცისფერი. აი ვიცოდი ეს. ყვითელი და ღია ცისფერი. კი. აი ესეთი ასე ცისფერი ვურჩევ ხოლმე საეთეროდ მისთვის სასურველ ფერებს. რაც შეეხება მათთვისაც, სხვათა შორის არასასურველი ფერი არის წითელი, იმიტომ რომ შეიძლება ამ შემთხვევაში ზედმეტ ენერგიულობაში გადავიდეს, რაც უკვე არ იქნება კარგი, ანუ ყვითელი გამოხატავს მათ პოზიტიურობას, მათ დადებით ხასიათს, ისევე როგორც ცისფერის, ანუ ლაღი, მშვიდი, ესეთი ბედნიანი, ძირითადად არიან ძალიან პოზიტიურები. წითელმა შეიძლება პირიქით ცოტა აგრესიაში გადაიყვანოს, ანუ მეტად უფრო გააქტიუროს ამ შემთხვევაში ნეგატიური კუთხე. წითელი კუთხსაც კი მისთვის მიუღებელია. არ გავაიმაგრე. საჯაროდ განაცხადა, კი. შვენიერია. რაც შეეხება კირჩხებს. კირჩხებისთვის ეს არის ცისფერი და ვერცხლისფერი, რაც ისევ მათ ემოციურობას, მგრძნობიარობას, აი ამ რაღაც ხასიათის სისადავეს და სინაზეს გამოხატავს. რაც შეეხება მათთვის ამ შემთხვევაში
შემთხვევაში არასასრულ ფერს ეს არის ყვითელი. რაც უფრო მშვიდები, უფრო ემოციური, უფრო მგრძნობიარეები არიან ყვითელი პირიქით, უფრო ისეთია ხასხასა, ხალისიანი, ბედნიერი. შესაბამისად, მათთვის არასასრული ფერი არის ყვითელი. რაც შეეხება ლომს. ლომისთვის ეს არის პირველი, რა თქმა უნდა, ოქროსფერი და თუნდაც პატარა აქსესუარი მაინც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან კარგად გამოხატავს მათ ბუნებას, იმიტომ რომ უნდა ჩანდნენ და უნდა იყვნენ ლიდერები და აქვე ძალიან კარგი არის მათთვის მუქი წითელი. არა ხასხასა, დამჯდარი წითელი ფერი. აი ხო, სისხლის ფერი უკვე. ხო, არ უნდა ყვიროდეს, უნდა იყოს დამჯდარი ლამაზი ესეთი, აი რო შეხედავ და აი ბორდო არა, ის კიდე ცოტა უფრო მუქია, აი რო არ ყვირის ისეთი წითელი. მაგრამ აქვე ხამიანი ფერი, რასაც ხო, ის არ უნდა იყოს. რაც შეეხება არასასრულ ფერებს, ეს არის ღია ტონები, აი განსაკუთრებით შეიძლება ავიღოთ ღია ცისფერი, ღია ვარდისფერი, ოღონდ არა ცისფერი და ვარდისფერი, აი ბაცი ფერები, რაც არის არ არის კრთალი, კი. რაც შეეხება ქალწულს, ქალწულისთვის ეს არის მუქი ლურჯი და ყავისფერი, რაც ისევ ამ შემთხვევაში სტაბილურობა, დისციპლინა, წესრიგი, ნაყოფიერება, ამას უსვამს ხაზს. რაც შეეხება არასასრულ ფერს, ეს არის ნარინჯისფერი ქალწულისთვის. სასწორებს რაც შეეხება, სინაზე და ელეგანტურობა, ეს არის, რა თქმა უნდა, სასწორების დამახასიათებელი თვისება და ყველაზე მეტად მათ უხდება ამ შემთხვევაში ღია ცისფერი, ღია ვარდისფერი, პასტელური ღია ტონები. და რაც შეეხება ამ შემთხვევაში არასასრულ ფერებს, პირიქით არის მუქი ფერები, ანუ ნებისმიერი მუქი ფერი, ეს იქნება მაგალითად მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას აი შავში გარდამავალი, პირიქით აი ამათ სინაზეს კარგავს და ამ შემთხვევაში არ არის სასრული. რაც შეეხება მორიელს, ეს არის იდუმალება და ეს არის ის რაღაც მისტიკა. მათთვის ყველაზე კი, ნამდვილად ყველაზე და კარგი ფერები არის მათთვის შინდისფერი, ზუსტად ბორდოსფერი და ამ შემთხვევაში იისფერი. მუქი ფერები კი, რომელიც მათ ხასიათს ორივე ფერში არის რაღაც გარკვეული იდუმალება და მისტიკა. რაღაც შეიძლება ესე ვთქვათ, რაღაც თან თითქოს ხვდები, თან ვერ ხვდები, რაღაცნაირი ფერია. იცი რა, იისფერი ისეთი ერთი ცალის კაბა მაქვს, ეხლა რო თქვით, იისფერი ერთი ცალი მაქვს და როგორ გაქვს დაცდილი? კარგად. კარგი ფერი, თუმცა არაპოპულარული ფერი არის დიზაინერების თვალსაზრისით. იშვიათად ხვდება იისფერი და აქსესუარი. ძალიან ლამაზი ფერია. ძალიან ლამაზი ფერია, ლამაზი ფერი. ეხლა გადავწყვეტე რომ ძალიან ლამაზია. მოდური და ტრენდული უნდა გახარ. კი ბატონო, არა მართლა რამოდენიმეჯერ სტუდიაში მეცვა მხოლოდ ეს კაბა და კადრში იყო ვიზუალურად ნამდვილად ძალიან ლამაზი. ხათან იშვიათი ფერი, ამიტომ საინტერესოა. ელოდეთ მეტი იისფერი. არასასრულია ღია ტონები მორიელებისთვის, იმიტომ რომ აი ამ რაღაც მისტიკას კარგავს. ღიაში რა ითვლება? აი ანალოგიურად ბაცი ფერები. აი მაგალითად ზედმეტად ღია კრემის ფერი, კი, თეთრი და შავი არის. თეთრისა და შავზე ცალკე ვიტყვი, თეთრი და შავი ამ შემთხვევაში არ გაგყავს ამ პალიტრაში არ შედის. უბრალოდ ღია ტონები. რაც შეეხება მშვილდოსთან, მშვილდოსნისთვის ეს არის იასამნის ფერი, უფრო ნათელი და ამ შემთხვევაში ხასხასა ლურჯი, რომელიც მათ პოზიტიურობას, დადებით განწყობას ან როგორებიც არიან, აი ამას კარგად გამოხატავს. და მშვილდოსნის შემთხვევაში არ არის სასურველი, ამ შემთხვევაში პირიქით მუქი ტონები, ანუ ნებისმიერი მუქი ფერი, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო კარგავს მათ პოზიტიურობას და უფრო ამზაფრებს, უფრო მოდი ასე ვთქვათ, მათ ხასიათს უფრო ესეთ ნეგატიურ ტალღაზე შეიძლება რომ გადაიყვანოს. რაც შეეხება თხისრქას. თხისრქისთვის ეს არის მუქი მწვანე და ნაცრისფერი, აქაც ანუ ნაცრისფერი არის ყველაზე მეტად წესრიგი დისციპლინა. აი ნიშანი არის, ხო თხისრქა და ისევ მივდივართ იმ ფერებთან, რომელიც ბუნებას ახასიათებს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე დისციპლინირებული ნიშანი არის თხისრქა, რომელმაც ზუსტად იცის დროის ფასი, ზუსტად იცის წესრიგი და აი ამ ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ნაცრისფერიც ყველაზე მეტად ასოცირდება აი ამ წესრიგთან და რაღაც ჩარჩოებთან. თუმცა აქვე ძალიან კარგი არის მუქი მწვანე, რაც ისევ და ისევ ასოცირდება ნაყოფიერებასთან, აი ამ შემთხვევაში ბუნებასთან, როგორც აღნიშნეთ. და ამ შემთხვევაში არასასურველი ფერი თხისრქისთვის არის ყვითელი, რაც პირიქით. ოპოზიცია სრულიად იმ ჩარჩოების იმ წესრიგის ასეთსად ყურებისთვის აბსოლუტური ოპოზიცია არის თხისრქა. ეს ყვითელი, ხო იცი, ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის არის ნეგატიური ფერი. კი, ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვანაირად, ანუ გააჩნია, ყვითელი არის ზედმეტად პოზიტიური. აი, ძირითად შემთხვევაში რასთან ასოცირდება მზესთან, სილაღესთან, სიხარულთან, ბედნიერებასთან. მაგრამ აქვე ყვითელი შეიძლება აღვქვათ, როგორც ჩარჩოებიდან გამოსვლა, თავისუფლება ისევე როგორც მეწყვილებს უყვართ. მაგალითად ნიშნებს ეს აშინებს ძალიან. კი, ნამდვილად.
მერწყული. მერწყულისთვის არის ფირუზისფერი. ერთ-ერთი წარმატების მომტანი და აქვე არის ვერცხლისფერი. შეიძლება ოღონდ ნათელი, ლამაზი ფერი, შეიძლება აღვქვათ, მერწყულისთვის არ არის სასურველი ამ შემთხვევაში ნარინჯისფერი, ოღონდ მუქი ნარინჯისფერი. არც წითელი, ანუ ამ შემთხვევაში აი რაღაც ესეთ ნარინჯისფერი. აი მე მგონი უკან ყვავილი გვაქვს დეკორ. აი ხო, ნარინჯისფერი. ასეთი. ხო, ნუ ნარინჯისფერი. კი. აჰა, ამ შემთხვევაში მათთვის არ არის სასურველი, თუმცა მათ ამ შემთხვევაში შემოქმედებითობას, მათ ხასიათს და ასე შემდეგ ფირუზისფერი იდეალურად გამოხატავს, ისევე როგორც კრეატიულობას და მათ, მოდი ასე ვთქვათ, ინოვაციურ ხედვას გამოხატავს ვერცხლისფერი. რაც შეეხება თევზებს. თევზებისთვის ეს არის ერთი შაბიამნის ფერი, აი მომწვანო, მოცისფრო, გარდამავალი ფერი და ასევე არის ლავანდისფერი. არც იასამნის ფერი მთლად, არც იისფერი, აი რაღაც გარდამავალი ფერი. ხოლო არ არის სასურველი წითელი, რაც ამ შემთხვევაში მათთვის სრულიად ოპოზიცია ისევ და ისევ. რაც შეეხება ამ შემთხვევაში თეთრს და შავს, არ გაკრავს ამ ფერებში. თეთრი და შავი მიეკუთვნება, შეიძლება აღვქვათ, როგორც ნეიტრალური ფერები, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია, თუმცა აქვე მათაც აქვს თავისი მნიშვნელობა. შავი ძირითად შემთხვევაში გამოხატავს ელეგანტურობას და სტატუსს, რაღაც მომენტში შეიძლება იყოს საშიში, ოღონდ გადატანით მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში არ იქმნებოდეს როგორც დომინირების ფერი, ხშირად გამოხატავენ. თეთრს რაც შეეხება, თეთრი ეს არის სისუფთავის ახალი საწყისის, აი უმანკოების ფერი, რაც ძირითად შემთხვევაში ყველას შეუძლია რომ გამოიყენოს, ოღონდ რა თქმა უნდა სიტუაციიდან და გამომდინარე. თუმცა ძირითად შემთხვევაში ფერები ძალიან კარგად გამოხატავენ განწყობას, ენერგიას, ამ შემთხვევაში ადამიანის მუხტს, რომელიც გააჩნია ასე რომ რაღაც კონკრეტული ფერების შემოტანა ცხოვრებაში კარგია, იმიტომ რომ ახალ ენერგიას შენ არ გაგვექცეოდე სტუდიიდან მეტი არაფერი არ მინდა. ჩემი დროც მოვა რეკლამის მერე აუცილებლად. ეს როგორი გავაგრძნებო ხო? აი ძალიან დაინტერესებული კი ვარ ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს? აი ამ ფერების გამოყენება რაც გვითხარით რომ სასურველია და ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება. აი ინტერიერში ამის ყველაფრის გამოყენება რამდენად კარგი გავლენა ექნება ამ ყველაფრის ფსიქიკაზე, რადგან თუ კარგი მშვენიერი, კარგი სახლი მაქვს ყვითელი მინდა გითხრა. მე როგორც მორიელი მივატყვე თუ არა ბორდოსფერ ალვეშს კედლებზე. ამ შემთხვევაში მარტო არ ვცხოვრობ ძირითად შემთხვევაში და სხვა ადამიანის გათვალისწინებაც ხდება შესაბამისად. თუ მარტო ვცხოვრობ და გვინდა რომ იყოს ჩვენთვის წარმატების მომტანი ფერი, კი ბატონო, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ადამიანის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ და შეიძლება ჩვენთვის წარმატების მომტანი ფერი ვიღაცისთვის არ იყოს წარმატების მომტანი, ასე რომ მათი ინტერესების გათვალისწინებაც რასაკვირველი უნდა მოხდეს. თუმცა ისევ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ყოველდღიais ფერები ვატაროთ, უბრალოდ თუ რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა, გეგმა, რაღაც ან ემოციური მდგომარეობა, შეგვიძლია თუნდაც აქსესუარი სახით გავიმჯობესოთ. აქსესუარი არის საკმარისი, როგორც მივხვდი, როგორც ჩაცმულობაში, ასევე რასაკვირველია. მეგონის ამ ფერი უკვე შემოდის ამ შემთხვევაში ჩვენს ენერგიაში ეს ფერი და თავსაბურავი ან მოსაცმელი რო გქონდე. ხო, ნებისმიერი რა. ტუჩსაცხი. ტუჩსაცხი. კარგი, მე ესე იგი წითელს აღარ ვისმევ. ლაშ, შენ რო არ გაგაღიზიანა. ხო, არ ყურს, არ მაგით მაინც მეცით პატივია. მადლობა ნინო, ძალიან საინტერესო იყო. ფერები ყოველთვის ქმნიან ჩვენს განწყობას და ნუ უკვე პრინციპში თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა იცის რომელია მისი ფერი მე მგონი ძალიან სასარგებლოა და იღბალის მომტანი. ვაშა. აი ნახე 4 ქალი ვართ. აი ახლა ყველას ყურადღება არის მხოლოდ მასაღარ ვიღებ. 30 წამიანი. 30 წამიანი. ხო 40 წუთია გისმენთ. არა, მეტი იქნება ამჯერად. არა, რა თქმა უნდა, მართლა ძალიან საინტერესოა, თავისთავად ცხადია, რეკლამაზე უნდა გავიდეთ.